ფუნდამენტური მეცნიერებიდან პრაქტიკაში. რადიოლოგია როგორც ტრანსლაციური მედიცინის თვალსაჩინო მაგალითი. რა არის საერთოდ რადიოლოგია? საფუძველს რადიოლოგიისა დასაბავიდანვე ქმნიან ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. დიდი სიახლეა, მინდა გითხრათ მედიცინაში. იმდენად დიდი ნაბიჯი არის გადადგმული და იმდენად წინ ვართ, რომ მევა წარმოსადგენია საბიქნების შემდგომ. რადიოლოგიაში ეს ტრანსლაცია ძალიან დიდი დოზით არის უკვე მომხდარი. ეს არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც აერთიანებს ძალიან ფუნდამენტურ მიღწევებს და ამავე დროს კლინიკაში ამის დანერგვას. რევოლუცია სამედიცინო მეცნიერებასა და პრაქტიკაში. ამან გადატრიალება მოახდინა მედიცინაში. რადიოლოგია ისეთი ინტენსიური სიჩქარით ვითარდება, რომ ალბათ თქვენ კიდევ უფრო ჩქარა უნდა ზდიოთ. კომპიუტერული გამოთვლები, კომპიუტერული ალგორითმები, რა თქმა უნდა, ვაჯობებს. ხელოვნური ინტელექტი ადამიანურის საპირწონეთ. რა, სად, როდის. დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც წამოიჭრა ეს თემა, გარკვეული რაღაც პანიკაც სუფევდა რადიოლოგიის დარგში. უკან რო ვიყურებ, ცოტა მეშინია ხოლმე. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მაგალითად შევამციროთ დასხივების დოზა. მანქანას შეუძლია დავასწავლოთ ფილდში არსებული კვანძების დეტექცია. თუ კი ჩანს მოტეხილობის ხაზი, ეს საკმაოდ ადვილია მანქანისთვის, რომ გაარჩიოს, ის ვერ შეისწავლის დაუშვათ თავის ტვინს ან მუცლის როლს ისე მრავალმხრივ, როგორც ეს ადამიანის ტვინს შეუძლია. შეჯამების სახით. ხელოვნური ინტელექტი იქნება დამხმარე ადამიანის, დამხმარე ექიმის. ნახეთ, აკადემიკოსი მიხეილ ოყუჯავა სტუმრად ვერიკო ბაზიართან. რადიოლოგიის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ. ჩვენ არ ვკურნალობთ სურათს, ხო? ეს არ არის ამის უკან პაციენტი დგას. მონაგარი კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.